რამიზოღლი მუშინ დაამარცხა ნახევარფინალში მარჩილ ნინიაშვილი თეთრი წყაროელი და ბოლოში მოუგო მისტიელ ნიკოლოზ მუშკუდიანს. რაც შეეხება რამიზოღლი ერთი წლით უფროსი უნდა იყოს, იმიტომ რომ შაშანის უკვე გამოდიოდა. ამასა კატეგორიაში ჭაბუკებში ანუ ის წელს გახდება 16-ის. ბოლოში 15-ის. ბოლოში გახლავთ საცია, მათი Лучше შეუტია ორჯერ, მაგრამ ვერ მიწვდა. ჯუჯებით ესეც ხო ვერ მიწვდა, ლუჩი ის ამჯერმე სადახმობის სიაზე მისვლა. დაიცვა თავი. Თან კონტროლს რამიზოღლი შევიდა დისტანციიდან, ასე ხელი წაიცეკვა კიდეც. ასე სათქმელი ის უფრო მეტი დარტყმა ქონდა, მაგრამ მოგებს საჯებნა ყველა მსაჯმა გადაწყვიტა რამიზოღლიმ შევიდა დისტანციიდან მეტი ქოლა დააგროვა, ვიდრე ოროშინმა ახლოდა. არ მივიშა მოკლედ და შევიდა დისტანციიდან გააკონტროლა. რამიზოღლი მათებოლში ნახოთ მეორე რაუნდში დაიქნება სულაც თემა იგივე იქნება ბრძოლის უბრალოდ მომატება ჭირდება ბოლოშინს ასე რომ ჭირდება უფრო ენერგიულად შეუტია ოშინმა, მაგრამ ის აღშიჯერებით დამიერი თავს. Because დაინახეთ უკვე ჩეტევაზე მოარტყა მარჯვენა რამიზოღლიმ.
იწყოთ ამოხდა რამიზოვლი. როსაც თავად შევიდა ახლა ბრძოლაში რამიზოვლი და გაუკავანა კარი მეტოქის ხელები. არის სურათი იგივეა, ძირითადად იგივეებს რამიზოვლი და შორი დისტანციიდან პასუხობს ვოლოშინს. არა დაწინებული ისევ 5-0 იქნება, მაგრამ დიდი განსხვავება არ იქნება ალბათ წინა რაუნდისგან. მისურვილია უკვე მეორე რაუნდი, სადაც ჩახუჩები. ბოლო შეტევაც ვოლოშინის იყო, მაგრამ გამოუწვია მას რამიზოვლი კიდევ ესეც გონგი. და შედეგები ხო, როგორც გითხარით, 4-1-ია ერთმანსაჯმა, ესტონელმა მსაჯმა ჩათვალა, რომ მეორე რაუნდი ვოლოშინ გამოიგო, ეს ესტონელი მსაჯი გახლავთ. კონსტანტინი იოლკინი. 4-დან აქვს ასეთი არსებითი უპირატესობა აქვს. დანიელ რამიზოვლის ამები ჩვენ თითქმის ყოველ ბრძოლაში ვსაუბრობთ ხოლმე, რომ 28 ისეთი ძალიან კომფორტული უპირატესობა. 28-ის 4 საჯდა. მომდევნო ბრძოლაში უკვე მირიან ვოლოშინი გამოვა მიქა უქოვაშვილის წინააღმდეგ. ანტონის ბრინჯაოს პრიზერვებს შეგახსენებთ, არჩილ ნინიაშვილი თვითმწყავო და ნიკოლოზ მუშკუდიანი მესტია. ეს არის 52 კილოგრამი წინ გვაქვს, აი ამის შემდეგ კიდევ 9 ფინალი. ცოტათი უფრო მაღალია რამიზოვლი ხელებით, რამაც მეტი აქვს და რეაქცია ჩვენიერი აქვს. კლასიკური შორი დისტანციიდან მებრძოლია ძალიან კარგი. ხო, აი შედეგიანი შედეგი ჰქონდა ვოლოშინს, პირველი არა, მაგრამ მინიმუმ ერთი მოარტყა. ვაჭირდება მინიმუმ 2 საჯდან ვოლოშინს და 10 თვლა არის ნიშნავს საგრძნობ უპირატესობას და ეს ფინალში დიდი იშვიათობაა რა თქმა უნდა. მუდმივად დასვაში დგას მესამე რაუნდია, რამიზოვლი, მაგრამ ისეთ რამე საგრძნობი დარტყმა არ გაუშვია. გონგი მოიგო დანიელ რამიზოვლი, მანგაბიში 5-0 შეიძლება 4-1 იყოს, არ ვიცი მესამე რაუნდი მოიგო, მაგრამ საბოლოო ჯამში დამაჯერებელი იყო კონჩეტერებზე. დანიელ რამიზოვლი, ეს არის 52 კილო, მეორე ადგილზე გავა მათე ვოლოშინი, მესამეზე ნინიაშვილი და მუშკუდიანი. Signor
ცულოვანი გადაწყვეტილება. მესამე რაუნდი ბოლოშინს მოუგიას. არა, 3-2-ია. ესეც რამიზოღლი მოიგო. დიდი მადლობას ვუთხი კოკა მოსწავლებელს, რომელიც ძალიან დიდი შრომა ჩაიდინა ჩემთვის. ძალიან კარგად მომემზადე, ძალიან კარგი ჩემპიონატი იყო. რა დიდი მადლობას ვუთხი. ძალიან ძლიერი მეტოქეები შემხდნენ, რომელიც აქ მედალი ევროპაზე, ევროპის პრიზიორი არის და რავი, ძალიან ძლიერები იყვნენ. ძალიან კაი ტურნირი ჩატარდა. დიდი მადლობას ვუხდი ყველას. გილოსავ კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა.